პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა აგროთემი. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ციკლი. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ფაზილ ალიევი, ისტორიკოსი პროფესიით, პოლიტიკოსი, ძალიან გამოცდილი ადამიანი თავის სფეროში და ზოგადად კარგად იცნობს თვითმმართველობის საკითხებს, თვითმმართველობის მიმართულებით ნამუშევარიც აქვს ძალიან ადრე, მაგრამ გარდა მის გამგებლის მოადგილედ, მაშინ პრეფექტი ერქვა 91-91 წლის პერიოდში და მას შემდეგაც ძალიან დიდია, ასე ვთქვათ, მისი ხედვა, ცოდნა და გამოცდილება ამ ნაწილში. ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ ბატონ ფაზილთან იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან სპეციფიკურია როგორც ქართული სოფლებისთვის, ისე ეროვნული უმცირესობის, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანული სოფლებისთვის. და გავარკვიოთ ზუსტად რა უშლის ხელს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას, რატოა ამ შემთხვევაში ჩვენთან შეფერხებული ეს პროცესი, ეს არის მიწის პოლიტიკის ბრალი, ეს არის თვითმმართველობის უფლებების შემცირების ბრალი, ეს არის ტექნოლოგიების თუ ფინანსური ეზნურყოფის ბრალი, ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, მაგრამ ჩვენ დღეს შევეცდებით, რომ შინაარსობრივად შევიდეთ სიღრმეში, პირველ რიგში რა შეცდომები იყო დაშვებული, როდესაც მიწის რეფორმა ტარდებოდა და ეწოდებული იჯარებზე გაცემა მიწის შემდეგ ეს საკუთრებად გადაიქცა, ეს შევარდნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილის დროს მოხდა, ასე ვთქვათ, პრივატიზაციის პროცესი. რა მოგვიტანა დადებითი რაღაცა ნაწილში თუ უარყოფითი მომენტები და დღეს რა გზით უნდა დავიწყოთ ჩვენ განვითარება. თვითონ გადაცემასაც ბატონ ფაზილ ქვია აგროთემი, ეს არის აგრარული მიმართულების განვითარება და თემი, როგორც ასე ვთქვათ, სოფლის და თემის განვითარება, თვითმმართველობის. დღეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, ერთიან სინერგიაში, იმიტომ რომ თვითონ ახალ სტრატეგიასაც სოფლის მეურნეობის ქვია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების. ამიტომ ძალიან ბევრი პროგრამებია, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, დონორების ჩვენი პროგრამები, რომელიც ნაწილი გაჩერებულია, თუმცა ჩვენ დღეს გვაინტერესებს აი ესე ჩავყვეთ ჩვენს არსებულ პრობლემებს. სად რა პრობლემა გვიშლის ხელს, როგორ უნდა გავააქტიუროთ ეს საკითხები და აუცილებლად ვილაპარაკოთ კიდევ როგორი უნდა იყოს ადამიანების, სოფელში მაცხოვრებელი ადამიანების პოზიცია, რომ მათ დაიცვან გარკვეულწილად თავიანთი უფლებები. შეიძლება მიწის საკუთრება არ ქონდეს ვიღაცას და ქონდეს თავის საკალმიდამო, თუმცა მის ტერიტორიაზე, სოფელში შესაძლებელია მოხდეს, თქვათ, რაიმე სტრუქტურული ორგანიზებული ფორმა მიეცეს, ასე ვთქვათ, ეს კოოპერაცია იქნება თუ კლასტერი თუ სხვა ფორმა. მოკლედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა ლოკალური შესაძლებლობის და რესურსის გამოყენებაზე. აი რომ მივყვეთ ახლა ამ ჩვენი ესე ვთქვათ წარსულით და გამოცდილებით, როგორ ფიქრობთ, მე ჩემის აზრით და კითხვაც ამას მოიცავს, თვითმმართველობაში დაშვებული გარკვეული შეცდომები და თვითმმართველობაში მიშვებული ელემენტები იძლევა საშუალებას, რომ ვერ მოხდეს ესე ვთქვათ სწორი კონცენტრაცია ადგილებზე და იმ სოფლის განვითარებაზე ჩვენ ფაქტიურად ვერ ფიქრობთ. და ამაში პირველი დანაშაული ალბათ სააკაშვილის ხელისუფლებას მიუძღვის, როდესაც საერთოდ გააუქმეს სოფლის სტატუსი და ეგრეთ წოდებული ესე ვთქვათ სელსავეტები, რომელიც თქვა ქვემო ქართლში გარკვეული გავლენით და ძალით სარგებლობდნენ, დღეს საერთოდ არარაობები არიან, განოლებულია მათი ფუნქცია. აი როგორ ფიქრობთ, სად იყო ყველაზე დიდი შეცდომა დაშვებული და საიდან უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ამის გამოსწორება, თვითმმართველობის კუთხით ვიძახი და მერე ჩაუღრმავდეთ თვითონ სოფლის მეურნეობის თემატიკასაც. მოგისალმებით ბატონ გოჩა, მოგისალმებით ტელემაყურებლებს. ჩვენ მუშაობდით, მე ვიყავი ბატონ ზიად გამსახურდია თანამებრძოლი და მუშაობდი მისი როგორ ერთ-ერთი კადრი. პირველად ვიყავი ქალაქ გარდაბნის მერი, მერე პრეფექტის მოადგილე. მაშინ იყო გარდამავალი პერიოდი საბჭოთა კავშირიდან, ჩვენ გადმოვედით, ასე ვთქვათ, თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოს აშენება. და მაშინ ჩვენ ფაქტიურად მუშაობდით 24 საათი ხელმძღვანელები რაიონების და ყველაფერი ვიცოდეთ ჩვენ რომელი მეურნეობაში საფხოზე ამბობდნენ ადრე. ხო და რა გეგმები აქვს, ვინ რა უნდა გააკეთოს
და ძალიან რთული სიტუაცია იყო მაშინ, უჭირდა საზვაბის სიტუაცია. მე მეურნეობის დირექტორებთან ერთად რამდენიმე ჯერ მივედი ბაქოში, იქიდან მივიღე დახმარების სახით საზვავი, ჩამოიტანეთ და კარგად მუშაობდი. მე როგორ ვიცი, ჩვენი მეურნეობები რაც იყო გარდაბნის რაიონში, მთელი საქართველოს ფარგლებში იყო ძალიან ისეთი აქტიური იყვნენ და პირველი, მეორე, მესამე ადგილებზე იყო ჩვენი მეურნეობები. ის გარდამავალი პერიოდი, რო ჩვენ გადავედით, ხო? იშლებოდა ეს სისტემა, საერთოდ მეურნეობის სისტემა, ასე ვთქვათ, კალხოზები, სავხოზები და ჩვენ მზად არ ვიყავით, რომ დაშლა კი იოლია ნებისმიერი ორგანიზაციის ახალი სტრუქტურის შექმნაზე არ ვიყავით. ჩვენ მზად არ ვიყავით, იმიტომ რომ პოლიტიკურად ისეთ სიტუაციაში იყო საქართველო, შიდა ომი, გადადრეალება, მერე გარდამავალი პერიოდი ჟადგამსახურდის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელები დროიდან მერე შევარნაძეს მოსვლის დროს ამ რამდენიმე წელი საერთოდ 5, 6, 7 წელი მერე მხედრიონი, მერე გვარდია, მერე სხვები, ხო და ძალიან ისე იყო პრობლემატური იყო ყველაფერი ადგილებზე. ხალხი არ იცოდნენ დარჩებიან სოფლებში თუ არ დარჩებიან რა იქნება და ეს ხელი შეუშალა მაგრად იმ განვითარებას. ბოლოში ისე მივიყედ ის, რაც მივიღეთ დღეს. დაიშალა ყველაფერი, მეურნეობა, სავხოზები, კალხოზები, ყველაფერი და ჩვენ მზად არ ვიყავით, რომ მისი მაგივრად როგორ გადავიდეთ ახალი სისტემას, ასე ვთქვათ და მერე მოხდა, ასე ვთქვათ, მიწების გადანაწილება. ძალიან კარგად იცით იმ სიტუაციაში როგორ იყო მხედრიონის და კიტოვანის ის აქტიურობის დროს, როგორ მოხდა ეს გადანაწილება მიწების და ასე მოხდა საბჭოთა კავშირის დროს რო ამბობდნენ ლოზუნგი ისეთი იყო რომ მიწა კლეხს, ფაბრიკა ქარხნები მუშებს და ხელისუფლება საბჭოს, ასე ვთქვათ და იცი მოხდა რომ მიწები მიიღო ქალაქელები ჩვენთან საქართველოში, ხო ქარხანა ყველაფერი განადგურდა, ასე ვთქვათ და ეხლა აძლევე ქალაქელები გლეხებს იჯარით ეს მიწები. ქარხანა დირექტორებმაც აიღეს. ხო და ყველაფერი დაარღვია, ასე ვთქვათ და მერე რა მოხდა და მერე მაგალითად მე კონკრეტულად ავიღებ გარდაბნის მარნეულის რაიონებში რა მოხდა. მერე აზერბაიჯანელები ადგილობრივი რო ნახეს რა ძალიან ძვირად ჯდება ეს იჯარით ფულის გადახდა, მერე ხშირად იცლებოდნენ იმას კონტრაქტები, ისე ვთქვათ ერთმანეთთან და ისინი აიღეს და წავიდეს ნაწილი რუსეთში, ნაწილი ყაზახეთში, ნაწილი ბელარუსიაში და ასე შემდეგ. დღეს მე შემიძლია ეს პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ავიღოთ და უთხრა რომ დღეს რუსეთის სულ მიმეთ 20-25% აქაური საქართველოსთან წასული აზერბაიჯანელები ეხლა ამარაგებენ მთელი რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. ხორცით, პარნიკებით, ყველაფრით, ასე ვთქვათ. მაგალითად გაშენელები წავიდნენ, აიღეს იქ დიდი მიწები, ძალიან კაპიკებში, ასე ვთქვათ, და უკვე საკუთრებაში აიღეს ეს მიწები და აშენეს იქ პარნიკები და ფერმები და ძალიან ბევრი რაღაცა. თავის ცოდნა და გამოცდილება გამოუატყდა იყენეს. ხო და რა მოხდა ეხლა, ხო იცით ეხლა ბატონო თქვენ ჩემზე კარგად იცით, ერთი პროფესიონალი კლეხი კაცის ამზადება, ხო? ეს ფაქტიკურად 10-15 წელია საჭირო, რომ ის პრაქტიკა კარგად იცოდეს, ხო? ფაქტიკურად დღეს წასულია ჩვენთან საქართველოს 90% ეს პროფესიონალები გლეხები, რომელიც კარგად იცოდნენ ეს საქმე და დარჩა რამდენიმე პროცენტი იმის ნაწილი წავიდა თაქსით რომ იმუშაონ ევროპაში და სოფლებში 1, 2, 3 კაცი დარჩა რომელიც იციან ეს ყველაფერი. ამის გარდა მე ახლა სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არა ვარ, უბრალოდ ვიცი როგორ გეტდება ეს საქმე. მაგალითად ეს არის ვაჯრობა, ხო? კაცი გლეხი კაცი მანამ სანამ დაიწყოს ეს ყველაფერი პროდუქციის ამზადება, იმას უკვე უნდა ყავდეს მღიდველი უკვე ამ პროდუქციის. ხო და წინასწარ უნდა იცოდეს რა პროდუქცია უნდა წარმოშობა, ხო? და სად უნდა გააღიდოს. ჩვენთან არ არის ისეთი პროექტი, ამაში უნდა იყოს უკვე როგორც ვთქვათ მეცნიერები, მისი პროექტები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ბოლნისში კარგად რა გამოდის რა პროდუქცია, გარდაბანში რა გამოდის, მარნიულში რა გამოდის და კახეთში და ასე შემდეგ.
ჩვენ უნდა წინასწარ უნდა უთხრათ, რომ ამ რეგიონში მაგალითად ეს პროდუქტები უფრო კარგად გამოდის. ეს ერთი. მეორეში, ჩვენ უნდა ეკონომიკურად დათვლილი უნდა იყოს საქართველოში მაგალითად საზამთრო, ხო? რამდენი ხალხი ცხოვრობს და რამდენი ხარჯი იქნება საზამთროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ წინასწარ ყველაფერი. და წინასწარ ჩანს, რომ ეს არ არის ისე დაგეგმილი წინასწარ, აგეთებენ ისე, რომ ბოლოში 30-40 კაფიკად ღიდიან კარტოფილი. მაგალითად, ეს ამას ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის წინასწარ დაგეგმილი პროექტი, არ აქვს არაფერი. და მე ფიქრობ, რომ როგორ ჩვენი მეზობელ სახელმწიფოები, როგორ არის რუსეთი, როგორ არის აზერბაიჯანი, თურქეთი, ხო? ახალი ამერიკას მოგონება არ არის საჭირო. ჩვენ შეიძლება იმასთან კარგად ვითანამშრომლოთ, იქიდან მოვიყვანოთ საქართველოში სტუმრებს, სპეციალისტები ამ მიმართულებით, უნდა კარგად შექმნათ სიტუაცია, რომ ჩვენ სახელმწიფო საქართველოს ფაქტიკურად 70-80% მე როგორ ვიცი სოფლის მეურნეობის ის არის მიმართულებით არის იმპორტზე დამოკიდებული. კი. იმიტომ მე ფიქრობ, რომ მაგალითად ჩვენი რეგიონიდან ახალგაზრდები მოდიან უნივერსიტეტებში სწავლობენ ძირითადად იურისტი, ექიმი, საბაჟო საქმე და მე არ ვნახე ერთი ესეთი სტუდენტები, რომელიც სწავლობენ აგრარული მიმართულებით, ზოვიეთში და თან ჩვენი რეგიონი კიდევ ამ 98% არის ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობით მიმართულებით. მე როგორ ვიცი დიდი სოფლები არ აქვს ექიმი, ზოექიმიც არ არის ძალიან ბევრი სოფლებში. მე ფიქრობ, რომ ცენტრალური ხელმძღვანელობა უნდა ამაზე ყურადღება მიცეს სერიოზულად. მე მგონი უკვე პროფესიონალები უნდა ამ საქმეში იმუშაოს და ჩვენი რეგიონებში, ძირითადად ქვემო ქართლში, როგორ ვიცით, ხელმძღვანელები ძირითადად ნიშნავენ პოლიციელებს, ბადრაგებს და ამ მიმართულებით ხალხს, რომელიც არ იციან საერთო სოფლის მეურნეობის სიტუაცია, კოორდინაცია, საერთოდ პროექტები სოფლის მეურნეობის კუთხით, მერე ეს დასაქმების პროექტი, სოფლის მეურნეობა, ბატონო, მე როგორ ვიცი, რომ ეს ერთ-ერთი ისე თქვათ ხერხემალია დემოგრაფიის სიტუაციით. თუ ხალხი მე ხშირად დავდივარ დასავლეთ საქართველოში და ძალიან ბევრი სოფელი ცარიელია ფაქტიკურად. ადრე როგორ იყო საბჭოთა კავშირი ან კიდე ადრე როგორ იყო ქალაქებში ცხოვრობდა ცოტა ხალხი, ინტელიგენცია, სოფლებში იყო პლომოთ ხალხი. და ყოველ ოჯახში იმაში ოჯახებში იყო 5-6-7-8 ბავშვი. ეხლა ფაქტიკურად თუ სოფლები უკვე ცარიელია, ხო? იქიდან ეს უკვე არ მოდის, ისა თქვათ, ხო, შეფსება არ მოდის, ხალხის რაოდენობა არ არის, როგორ არის ქალაქ თბილისი დღეს შესრულებს ამ ფუნქციას, როგორ ტრანზიტის. ესე იგი, მოდიან სოფლებიდან ქალაქში, ცოტა მუშაობენ, ფული იშოვეს, მერე მიდიან აქედან ევროპაში. ასე თქვათ, უკვე ცარიელია სოფლები, უკვე დემოგრაფიული კრიზისი იწყება. ერთ-ერთი პრობლემა არის, ასე თქვათ, სოფლების უკვე ცარიელი რო არის, მეორე ნარკოტიკი, ამ დონეზე არის ეს პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ასე თქვა მოსახლეობას არ შეაფსოთ ჩინელების და პაკისტანელების და ირანელების იმის და იყოს აქ საქართველოს მოქალაქეები, მაშინ უნდა გავაძლიეროთ სოფლები. სოფელში, სოფელი ეს იყო კულტურა, ჩვენი ისტორიული კულტურა, იყო გლეხი კაცი, იყო ქალაქელი კაცი და ასე იყო, ასე ურთიერთობა და ამით გამithარდებოდა სახელმწიფო. აი მე ახლა მინდა რომ ჩვენ ზუსტად მაყურებლებისთვის დავიჭიროთ ის მომენტი ხაზგასმით, ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენ და ნახეთ ახლა რა მინდა რომ გამოვკვეთოთ ის რაც მოხდა ჩვენთან, თქვათ, მიწების ნაწილში, მეურნეობების დაშლის, თქვათ, მათი გაუქმების და ახალი სტრუქტურის არ შექმნის ნაწილში და მოხდა ქარხნების, საწარმოების და სოფლის მეურნეობის და ასე შემდეგ, ამას ქვია თანამედროვე ენაზე ველური კაპიტალიზმი, ჩვენ ვერ გავეკეცით ამ ველურ კაპიტალიზმს, გადავიარეთ ეს ველური კაპიტალიზმი, თუმცა შემდეგ მოვიდა ეტაპი, როდესაც
ყველაფერი წავიდა, ყველაფერი იყიდება და ყველაფრის გაყიდვა შეიძლება და რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და ეს იყო თქვა სააკაშვილის და ასე თქვა ბენდუქიძის პოლიტიკა, როდესაც ნამუსის გარდა ყველაფერი იყიდება, თუმცა ზოგიერთებს ნამუსი საერთოდ არ ჰქონდათ, ხო? ამანაც შექმნა აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია და თქვენ ძალიან კარგად მიაგენით, როდესაც ახსენეთ თქვა რეგიონებში ხელმძღვანელების პროფესიები, მათი დონე, რომ ნახეთ სად მივდივართ, იქ ახსენეთ ჩვენი მეზობლები, რომ არაფერი არ არის განსაკუთრებულად მოსაფიქრებელი და მოგონება ჩვენ არ გვჭირდება ახალი ესე ვთქვათ მოდელის, თუმცა საქართველოსთვის ახალი მოდელი მის სპეციფიკით უნდა მოვარგოთ, რომ სახელმწიფოს როლი, სახელმწიფოს მნიშვნელობა, სახელმწიფო მართვის მექანიზმები, სახელმწიფოს ინსტიტუციური დალაგების ამ პროცესების ეს არის შეუქცევადი, ამას ვერაფერი ვერ შეავსებს. ეს არის თემა, რომელიც არის სახელმწიფოს გასაკეთებელი. აი ჩვენ მივადექით ახლა პროცესს, როდესაც გავიარეთ ერთი საფეხური, მეორე საფეხური, რაღაცა განვითარების თუ განუვითარებლობის გარკვეული ფაზები, მივედით იმ კონდიციამდე და რითიც ახლა თქვენ დაასრულეთ, მივედით დემოგრაფიულ კოლაფსამდე, ამას დემოგრაფიული კოლაფსი ქვია, კატასტროფა, რომ ხალხი გაგვირბის აქედან. აქ ამ შემთხვევაში ეროვნულ ნიშანს საერთოდ არ აქვს. ქართველებიც გარბიან, აზერბაიჯანელები უფრო მეტი არიან გაქცეულები და სომხები კიდევ უფრო მეტი არიან გაქცეულები. და მოდიან ჩინელები, პაკისტანელები, ირანელები. მოდიან სხვა ქვეყნიდან ადამიანები და ეს ამას ჩვენ ვერ გავექცევით, ამ შევსებას ცარიელი ადგილი არ რჩება დიდხანსო, იციან ესეთი გამოთქმა, ეს შეივსება. ამიტომ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება იმ სოფლების მაქსიმალურად გაძლიერება, შენარჩუნება, იმ მიწის პოტენციალის გამოყენება. ჩვენ ვსაუბრობდით ახლა, როდესაც მოვდიოდით გზაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში და აგროთემიც ძირითადად იხედება კოოპერაციისკენ. კოოპერაციის გარეშე ვერც ჩვენ მეზობელ თურქეთში, ვერც ევროპულ ქვეყნებში და ვერც თქვა დანარჩენ მსოფლიოს ქვეყნებში ვერ მიაღწიეს რაიმე განსაკუთრებულ შედეგს. აი ახლა რო ავიღოთ იგივე თქვა თურქეთის მაგალითი. დავანებოთ თავი თქვა ევროპულს, ან იაპონურს, ან ამერიკულს და სხვა. ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითი, ავიღოთ რა მიმართულებით მოახდინეს თურქებმა თავისი საქმიანობის, ოფისმენობის საქმიანობის გაძლიერება და დღეს ფაზილი იტყვის, იმიტომ რომ აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია, მაგრამ ციფრსაც დავასახელებ, 25 მილიარდამდე ყოველწლიურად იხარჯება თურქეთში ოფისმენობის განვითარებისთვის. ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ეს თანხა არ იხარჯება ისე, როგორც საქართველოში იხარჯება, რომ რაღაცა გაურკვევლა ეს იხარჯება კონტროლის ქვეშ და რასაც მე ხშირად ვსაუბრობ, რომ წრე არის შეკრული, ჯაჭვია შეკრული. ჯაჭვი ნიშნავს რას? რომ შენ უნდა მქონდეს ზუსტად რითი იწყებ, რითი ამთავრებ. ახსენა ფაზილმა საფასო პოლიტიკა, დაკვეთების პოლიტიკა, მე რაღაცა მომყავს და არ ვიცი რისთვის მომყავს და ვისთვის მომყავს. არა ხალხო, თემ სოფლიოში არ არის ესეთი ის რომ რაც გინდა მოიყვანე და მე რაც გინდა ქენი, ესეთ ფუფუნება არც ერთ ქვეყანას არ აქვს. თუ ვინმე რაღაცას შრომობს, მოყავს, მათ სახელმწიფო სტრუქტურებია თუ ზოგადად კომერციული სტრუქტურები ჩართული არიან, რომ ეს პროდუქცია თავისი მომხმარებელი ნახოს, ხო? ეხლა ნახეთ თურქულ ვარიანტში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მივცემ ფაზილს საშუალებას რომ გავშალოთ ეს თემა. თურქულ კოოპერაციულ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ხაზი. ერთი ხაზი არის ფული. ფული, რომელიც არა იაფის სესხით, რომელიც ძირითადად ბანკებს ამდიდრებს საბოლოო ჯამში და არჩევს ადამიანებს. საკრედიტო კავშირები შექმნილი სოფელ თემის დონეზე, რაღაც მიკროზონაში რო პროდუქტი მოყავთ, რაღაც ტერიტორიაზე რო მოყავთ, ეს კოოპერაციის ნაწილია, კლასტერის ნაწილია თუ ჰოლდინგის ნაწილია, მყარი ფინანსური უზრუნველყოფა ამ ხალხს. თუ ეს მყარი ფინანსური უზრუნველყოფა არის ერთის მხრივ და მეორე ნაწილი ნახეთ რა არის სრული პაკეტი შეღავათიანი მიდგომების. ეს ეხება პირველ რიგში საგადასხადო შეღავათებს, ეს ეხება შეღავათებს ფასებში დიზელის, სხვადასხვა თესლის, სხვადასხვა შქამქიმიკა. აქაც არის სრული პაკეტი ამ კოოპერაციისთვის, რომ შენ თუ ამ პროცესში შემოდიხარ, შენ გაქვს ფინანსური უზრუნველყოფა და შენ გაქვს შეღავათიანი რეჟიმი. გადასახადების ნაწილში და იმ ასე ვთქვათ საჭირო
საშუალებების ნაწილში ეს ტექნიკაა თუ შხამქიმიკატები თუ სათესლე მასალა იქ შენ იღებ გარკვეულ შეღავას. როდესაც ეს ორი მომენტი არსებობს, ესე იგი არის სტრუქტურული გაერთიანება, გამსხვილება და რა თქმა უნდა ამ მოთხოვნაში შედის ეს თუ ყველაფერი, ამას 2 გექტრიანს და 7 გექტრიანს არაფერს არ მიცემენ, აქ კოოპერაციაზეა საუბარი. როდესაც შენ ეს ორი ელემენტი, მთავარი ელემენტი გაქვს, მერე შენ იწყებ იმ დიდი წრის შეკვრას, რომელზეც მე ვლაპარაკობ. ეს არის ტექნოლოგიები. ეს არის აუცილებლად ბაზრებზე ცდომა, ეს არის ხარისხის გაუმჯობესება, ეს არის რაოდენობის და ასე შემდეგ. ყველა ის მოცულობა და ხარისხი, რაც ამ პროდუქციის, ესე ვთქვათ, თვითღირებულებაზე იმოქმედებს, მის რენტაბელობაზე იმოქმედებს. აი ჩვენთან ეხლა ხო ჯერ ეგერთი ეს სტრუქტურული ნაწილი მიშვებულია. ეს ფინანსური ნაწილი, ესეც მოჩვენებითია, რომ შენ შეგიძლია აიღო IAF-ის ეს ხე ჩაუგრმავდეთ, ეხლა გავიდეთ ჩვენ და ვნახავთ, რომ ამ ადამიანებს ჯერ ეგერთი არ უნდა მიცეის ფინანსური შესაძლებლობა 3 გექტრიანს, რომელიც აპრიორში წარმოდგენა არ აქვს, რა მოიყვანოს, როგორ მოიყვანოს, რისკზე მიდის და მე სახლსდებს თვითონ, ხო? არა, პირობები უნდა შეუქმნათ. აი, მოდით ეხლა იგივე თურქეთის მაგალითი იქნება თუ სხვა მაგალითებიც გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ერთის მხრივ დამაგრებაზეა, მეორეს მხრივ დემოგრაფიაზეა, მესამეს მხრივ აქ სასურსათო თვითუზრუნველყოფაზეა და იგივე თურქეთი თქვენ იცით ჩვენი რატო არათუ თვითუზრუნველყოფილია, ერთ-ერთი სერიოზული ასე ვთქვათ ექსპორტიორია ამ პროდუქციის, ხო? აი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენთან შესაძლებელი, რომ ეს პროცესი დაიწყოს და სწორედ გავიაროთ და კარგია რომ თქვენ შენიშნეთ, რომ აუცილებლად ჭირდება ამას ადგილებზე მუნიციპალიტეტების, რეგიონების ჩართულება, კვალიფიციური ადამიანები და თუ ეხლა ადამიანი, რომელსაც ეს მთელი ეს სქემა უნდა ჩააბარო, წარმოდგენა არა აქვს და ასე ვთქვათ, ან ძალოვან სტრუქტურაშია ნამუშევარი თუ სასჯელ აღსრულებაშია ნამუშევარი და კიდე სადღაც ვთქვათ, დაცვის პოლიციაში და მას ვთქვათ, ეს ცოდნა, ეს კრეატივი, ეს ეკონომიკური გაანგარიშებები, ეს აგრონომიული თუ ტექნოლოგიური ისინი არ ესმის, ხო? რა თქმა უნდა, ესეთ ხელმძღვანელები ამ პროცესს ვერ გაუძღვებიან. ამას ჭირდება ერთი სერიოზული საკადრო რეფორმა, სერიოზული სახელმწიფო, ვთქვათ, პოლიტიკური ნება და სერიოზული მოფიქრებული მექანიზმები, რა როგორ რანაირად უნდა ამუშავო. აი, ვისაუბროთ, ვთქვათ, ეს თურქეთის ძალიან კარგი გამოცდილებაა და ჩვენ ხშირად ბატონო გოჩა, მე ფიქრობ, რომ პირველ რიგში დღესაც ჩვენ ვიცით, რომ ფაქტები გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ხალხს აქვს 200, 300, 500 გექტარი მიწა. ოღონ თვითონ საქართველოში არ ცხოვრობს ძალიან ბევრი ნაწილის ხალხი ცხოვრობს ამერიკაში, კანადაში და ევროპაში. მერე სხვაები იჭარით იღებენ ეს მიწები, ხო და თუ ეს უკვე ხდება ასე რა შენ იჭარით რო იღებ მიწა, ხო? ეს ხარჯები იმადება პირველ რიგში. მეორე რიგში შენ ვერ მიდიხარ რისკზე, იმიტომ რომ სხვის მიწაზე შენ მუშაობ. იმიტომ მე ფიქრობ, რომ მიწა უნდა გქონდეს იმ ხალხს, ვინ მუშაობს იმ მიწაზე პირველ რიგში. მეორე რიგში ბაქო, ხო, აზერბაიჯანი, ასე ვთქვათ, დღეს რუსეთის და უკრაინის ბაზრები რო არის, დიდი ბაზრები მოსკოვის იმის, ფაქტიურად 90% არის აზერბაიჯანელების ხელში, ასე ვთქვათ. აკონტროლებენ ისინი. საქართველოს ვინმე ბიზნესმენებს მოსახლეობას ადრე მე როგორ ვიცი როსტოვში იყო მარტო ერთი ბაზარი ეს საჭირო არის ამაზე უნდა მოვიფიქროთ ამაში უნდა თავრობამ უნდა დაიხმაროს რომ დიდი ქალაქებში თუ ჩვენ ბიზნესმენების იქნება ერთი ბაზარი ხო ფაქტიურად იმ ბაზარში წელიწადში შეიძლება 100,000-ობით თონა სხვადასხვა პროდუქცია იღიდება და იქიდან უკვე ის ქსელები რო არის მაღაზიები ის რაღაცა ეს არის პირველ რიგში ასე ვთქვათ უკვე მოწყობილი ეს ყველაფერი რეალიზაციის სისტემა. Წარმოებლისთვის გარანტია არის რომ იცის პრაქტიკული რა თეორიული კი არა ეხლა ჩვენ ბაზარში საქართველოს ძალიან პატარა არის და მოსახლეობა ცოტა არის და იმიტომ ჩვენ ბაზრები დიდი არ არის. ასე ვთქვათ ადრე რო იყო ეხლა არ მახსოვს ის რა არის მოსკოვის ბაზარი რა არის ცენტრალური რა რომ ამარაგებ თელ რუსეთის სიბირი
აქეთ იქ ყველა ტრაილერებით იქიდან რომ მიდის, იქ უკვე მილიონობით თონებზე მიდის საუბარი, გიდრი, პომიდორი, კარტოფილი და სხვა რაღაცა. ის თუ ჩვენ ვინმე საქართველოს მოქალაქე აიღებს ხელში რომელიმე ბაზარი, კერძო ბაზარი გახსნება, ხო? ასე თქვა. ისინი უკვე წინასწარ შეიძლება ქვემო ქალს უთხრას, რომ მე წელიწადში შენთა მინდა 100,000 ტონა ეს კარტოფილი, იმდენი პომიდორი, იმდენი გიტრი, იმდენი ასე შემდეგ. ამის მერე უკვე შეიძლება ადგილზე უკვე 100%-იანი მყიდველი რო გაქვს, უკვე შეიძლება მაცივრების გაკეთება, უკვე ზამთრის სეზონში ამზადება პროდუქციის და ბევრი რამე შეიძლება. ფაქტიურად თქვენ ყვებით იმ სქემას, რა სქემას აზერბაიჯანმა და თურქეთმა ეხლა ვაჯრობ, ეს არის აზერბაიჯანელის პროფესია, ერთ-ერთი პროფესია, ასე თქვა და ისინი პრაქტიკულად კარგად იციან ეს საქმე. ეს ეხლა აზერბაიჯანელების ხელში რო არის ბაზრები, ეს თურქებისთვისაც კარგია, იმიტომ რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ხო ის ერთივე იგივეა. ესე იგი აზერბაიჯანი თუ არის ბაზარი, თურქეთიდან რეკავენ, უკვე თურქეთიდან ჩამოდის და ის ერთად მუშაობენ, აღებულია მთელი რუსეთის საბაზრო სისტემა, ასე თქვა რა, მისი ხელშია. ჩვენ მე არ ვამბობ ეხლა იმასთან შეიძლება დიდი კონკურენცია რაღაცა. 10%, 20% რო ჩვენთვის იყოს ეს ბაზარი, ასე თქვა, სიტუაცია, ჩვენ მე ფიქრობ, რომ კარგი რეალიზაცია იქნება, იმიტომ რომ ეხლა ტერიტორია კარგი მოტივაცია იქნება, მოტივაციაც იქნება და ხალხში ურთიერთობა იქნება, იქიდან დაფინანსებაც იქნება და სხვა რაღაცა. ისა, ბატონ ფაზილ, აი ნახეთ შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, რომ რატო კაცო რუსეთში რა გვინდა, აი ჩვენ ევროპასთან გვინდა რაღაცა, მე მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ევროპასთან ჯერ ჩვენ ძალიან ბევრი დაბრკოლება გვაქვს, ძალიან ბევრი სტანდარტი გვაქვს, ასე ვთქვათ, შესასრულებელი. მე ევროპა არის დაცული ბაზარი, მათ აქვთ, ასე ვთქვათ, სისტემა კვოტირების, ლიმიტირების და ასე შემდეგ. ხო, იქ ძალიან რთულია და მით უმეტეს, როცა ჩვენ საუბრობთ მიკროზონულ პროდუქტებზე, ხო, ის რაც მოდის, ვთქვათ, კავკასიაში, ის ვერ მოდის რუსეთის, ვთქვათ, აბსოლუტურად 90% ტერიტორიაზე და ამ დროს ევროპა ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანიის სამხრეთი, თუ საფრანგეთის სამხრეთი და ასე შემდეგ, თუ პორტუგალია, იქ იმდენი ზონა ისეთივე, როგორც ჩვენ, მოკლედ კონკურენცია იქ საშინლად მძიმეა. ამ კონკურენციაში ჩვენ შეიძლება 1 წელი, 2, 5 და დანარჩენი ვერ გავუძლოთ საერთოდ და გავჩერდეთ. ამიტომ ეს ჩრდილოეთის ბაზარი ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ ეს დარგი განვითარდეს. ხანდახან მე მექნება ხოლმე შტაბ-ეჭდილება, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები შეგნებულად ცდილობენ, რომ აქ არ იყოს ეს თემა განვითარებული, იმიტომ რომ მე გინდა თუ არ გინდა ჭარბი პროდუქციით ებმები ჩრდილოეთს და არ იყო დამოკიდებული და ხანდახან მე მგონი რაღაც დაბკოლებებსაც ქმნიან ხოლმე. ამ ნაწილში ახლა ევროპაში შეიძლება პატარა იმით რაოდენობით ნონა ტექნოლოგიებით ამზადებული პროდუქცია რაღაც ნელა-ნელა შესაძლოა, იმიტომ რომ თქვენ ის არ იყოს ძალიან რთულია ევროპული ბაზარში შესვლა. თან იქ კონკურენცია ძალიან მაგარია. იმიტომ რომ პირობების, მოთხოვნების, სტანდარტების თვალსაზრისით. მაგალითად თურქეთი, ხო, თურქეთი ითვლება ევროპის ერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, თურქეთი დღეს მსოფლიოში მე-7 ადგილზეა სოფლის მეურნეობის განვითარების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე და ევროპაში პირველ ადგილზეა. ხო და თურქეთში არის ისეთი კანონი, რომ ისინი აფინანსებენ სოფლის მეურნეობა თითეულ ცხვარზე, საქონელზე, ნებისმიერი სოფლის მეურნეობის იმის მიმართულებით რამე პროექტები გაქვს, აფინანსებენ ყველაფერს. ოღონდ არის სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ ყველაფერი. თან ისეთი კანონები კიდე არის თურქეთში, რომ თუ თურქი ბიზნესმენი წავიდა უცხოეთში, იქ დაიწყო რამე ბიზნესი, ასე ვთქვათ, და ამას აძლევენ გრძელვადიანი, ძალიან პატარა იმის 1%-იანი, ასე ვთქვათ, სესხი გრძელვადიანი. ისაც მაგრად დაიხმარა იმის ეკონომიკას თურქეთის, მაგალითად, მიდიხარ შენ რუსეთში, თურქი თუ მიდის რუსეთში, აგათეს ფერმა, პარნიკები, სამშენებლო სექტორში იწყებს მუშაობა, მერე მოდის იქიდან თავისი რეგისტრირებული იმით შპს ყველაფრიანად, მოდის და მილიონობით დოლარი იღებს გრძელვადიანი 1%-იანი, ასე ვთქვათ, სესხი. ეს დაიხმარება, კიდევ ამბობ, განვითარება თურქეთის. ეხლა ჩვენ მე ასე ფიქრობ, როგორ ვაგეთებ დღეს.
და წელიწადში, 2 წელიწადში ერთჯერ მიდიან საქართველოს ვინმე დელეგაცია კონფერენციაზე თურქეთში, ან ერთი დღიანი შეხვედრა, ან 2 საათიანი შეხვედრებზე, მე ბრუნდებიან, მე ტელეფონით და ბოლოს არაფერი არ გამოდის. მე ფიქრობ, რომ ასე არ უნდა გაგეთეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორ თურქეთი, იგივე საქართველო. იქ არის სხვადასხვა, ისე თქვათ რა, რეგიონები. როგორ მთიანი რეგიონი არის, როგორ ასე თქვათ ქვემო ქართლი, როგორ სამეგრელო, სვანეთი, აჯარა, იგივე არის თურქეთი. ჩვენ ის რეგიონები უნდა გავანაწილოთ, ხო? და იმ რეგიონებთან პირდაპირ ჩვენ უნდა მივიდეთ. ხო, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე. კი, ჩვენ უნდა მივიდეთ 1 დღიანი და 2 საათიანი, კი არა, საჭირო იქნება 1 თვით, 2 თვით მიდიხარ ადგილზე თავისი სპეციალისტთან ერთად ზიხარ ყველაფერს უყურებ, იმიტომ რომ თურქეთი ეხლა ფაქტიკურად მუშაობს დღეს თანამედროვე მაღალი ევროსტანდარტების იმაზე მუშაობ ტექნოლოგიით და ყველაფრით, ხო? ჩვენ იმიტომ ახალი ამერიკის მოგენება კიდევ არ არის საჭირო, მიდიხარ იქ ბოლო რაც არის, იმასთან ერთად ნელა-ნელა ჩვენ ვიწყებთ სადმე დაწყება, ხო? მაგალითად ავიღოთ პარნიკების, იქ როგორი სისტემა არის. ესე იგი, კიდევ ამბობ, სხვა მეცხვარების სიტუაცია, საქონელის სიტუაცია, სხვა კულტურების იმას ვიწყებთ. მე ფიქრობ, რომ დღეს ძალიან ცუდია, რომ კიდევ ამბობ თავრობაში, რომ ასე ვთქვათ, სხვა ერების წარმომადგენლები რო არ არიან, ეს ძალიან არასწორი და არ არის კარგი, ხო? თუ მაგალითად იქნება და ერთი აზერბაიჯანელი თურქი ვინმე, ასე ვთქვათ, ავტორიტეტიანი, ხო? იმან შეიძლებოდა მივიდეს ბაქოში, თურქეთში, დაილაპარაკოს მაღალი დონეზე, იმიტომ რომ თურქეთში ცხოვრობენ ძალიან ბევრი ქართველი, ლაზი, ჩვენი ძმები, მეგობრები, ისინი თვითონ არიან დაინტერესებულნი, ხო? დაიხმარებიან, გვერდში დადგებიან, საჭირო იქნება აფინანსებენ ყველაფერი. მე მეგობრები მყავს ძალიან ბევრი ლაზები, ქართველები თურქეთში რო ცხოვრობენ, ხო და ჩვენ შეიძლება მივიდეთ, კიდევ ამბობ, კახეთის რეგიონში რა არის საჭირო, იქიდან მოვლენ სპეციალისტები, ერთი გვირა არის საჭირო, რომ იაროს, თურქმა ნახოს კახეთში რა შეიძლება გააკეთონ, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, ასე შემდეგ, ხო? მე რა აქედან მიდის ჩვენი სპეციალისტები აამზადებენ, ნელა-ნელა ვიწყებთ, როგორ იყო ადრე საერთოდ საბჭოთა კავშირის დროს, როგორ იყო, მაგალითად, წარმოება იყო ნული, ასე ვთქვათ რა, ეს მეორე მსოფლიო ომი რომ მოხდა, დანადგარები რო ჩამოიტანოს სტალინის დროს ის გერმანიიდან იქიდან აქედან და მე დაიწყო უკვე ასე თქვა განვითარება და ისე წავიდა მე საქმე, ხო? მე მგონი ასე ვთქვათ, კადრების სიტუაცია უშლის მაგრად, კიდევ ამბობ და მონო ის რო არის თავრობა ჩვენი, ხო? ასე ვთქვათ, ეს ძალიან ცუდია, კიდევ ამბობ, ხალხში ლაპარაკობენ და მე ახლა როგორ პოლიტიკოსი კაცი ღია უნდა უთხრა, ხო და თუ იქნება თავრობაში ვინმე აზერბაიჯანელი, თურქი, ხო? ეს ძალიან ისე მიიღებს კულში იმას თურქეთის თავრობა ერდოღანი თვითონ ქართველია ხო იცით, ძალიან ბევრი კიდევ ამ ქართველები, ლაზები, იქაური ცხოვრები, თქვენ იცით რომ ისტორიულად აქედან ძალიან ბევრი აზერბაიჯანელია რომელიც კარსში ცხოვრობენ, საწყარზე ცხოვრობენ, აქაური ურთიერთობები აქვს, ნათესაური ურთიერთობები და ჩვენ და ყველაფერი ვისარგებლოთ. თქვენ კარგად იცით რომ ბატონზეად გამსახურდას დროს აფხაზეთში ომი რო იყო, მე წავედი ბაქოში და იქიდან 2 ეშალონი საზღვავით ჩამოიტანე 5 ვაგონი პარაშოკი იმას რა ქვია, ფხნილი ჩამოიტანე სარეცხო, პოლიეთილენი ჩამოიტანე და ეს არის 50 მილიონის დოლარის დახმარება. დღესაც შეიძლება ამის გაკეთება, ძალიან ბევრი ნაწილი შეიძლება ჩვენ საჩუქრად ავიღეთ, ძალიან გრძელვადიანი კრედიტით რაღაცას ავიღებ. მე მგონი თურქეთისთვის რთული არ იქნება ჩვენთან რამდენიმე საწარმოოს გახსნა. ასე თქვა. ჩვენთვის ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უკვე ადაპტირებულია, შედეგი მიღებულია, ეს ცოდნა იყოს გადმოტანილი და თქვენ კარგად ახსენეთ ახლა რომ ესეთი პრაქტიკული კავშირები, როდესაც შენ აი ვიზუალურად ხედავ რა და როგორ არის მიღწეული, მე ამ თქვათ აი ტექნიკურ მომენტებს გაყვები უკან, რაც მე ავხსენი თურქეთის მაგალითზე, რომ აი როგორ შეეწყო ხელი ამას, ხო? სახელმწიფო როგორ იდგა ყველაფერი ინოვაციური დღეს მოდაში როა. ინოვაციური არ ნიშნავს რაღაცა უცბად ახალის მოგონება არის ნოვაცია. ინოვაციის გადმოტანა და ინოვაცია არის მე ერთ-ერთი კომისიის, ასე ვთქვათ, თანათავმჯდომარე ვარ სოფლის მეურნეობის აკადემიაში ინოვაციური კომისიის. ეს ინოვაცია არის კარგი, ადაპტირებული, საინტერესო, შედეგიანი სურათის
გადმოტანა, ადაპტირება, რასაც ბატონი ფაზელი ამბობს, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვიფიქრია, რომ თუ ჩვენს გარშემო არის ძალიან საინტერესო და შედეგიანი მაგალითები, რატო არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ თქვათ ეს გარკვეულწილად დაიტესტოს, იმიტომ რომ როგორც ახსნა, სპეციფიკიდან გამომდინარე, ხო აი მიკროზონულად ჩვენ გვაქვს ერთმანეთს არ გავს დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთის ოფისმეურნეობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სპეციფიკური დარგები განვავითაროთ, რასაც ისტორია აქვს და ტრადიცია აქვს. მაგალითად, დღეს დილით მე და ჩემი ერთი ვეტერინარი მეგობარი ვსაუბრობდით მეფრინველეობაზე და არის რაღაცა, თქვათ, იმერეთის ტერიტორიაზე მოფიქრებული, ეს მე სხვა გადაცემაშიც მაქვს ნათქვამი, რომ აი ჭკვიანი სპეციალიზაციის პრინციპით იქნა გამოკვლეული რა შეიძლება იყოს საინტერესო, თქვათ, იმერეთის რეგიონში და ერთ-ერთი არის მეფრინველეობის ხაზი და მე უკან რო ჩავყევით ამ ისტორიას, ხო, რა აღმოჩნდა, იცით, საერთი 150 წლის წინ გაქანებული მეფის რუსეთის დროს იმერეთის გუბერნიაში იწარმოებოდა და ყავდა ხალხს დაახლოებით 25 მილიონი ფრთა ქათამი, რომელსაც ყიდიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა ჩვენ სად ვართ ჩარჩენილი და 25 მილიონი ფრთა და ნახეთ რატო იყო ეს საინტერესო და რატო ყიდიდნენ ამას. აქ იყო უნიკალური შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებულად კარგი გემოვნური თვისებების სიმინდი მოყავდათ და ეს იყო ბალახზე და სიმინდზე და ნუ იქ ჭინჭარზე და კიდე ახლა მოგონილი იყო მთელი სქემა, რომ ამ ქათმის გემოვნური თვისებები ყოფილიყო ძალიან მაღალი დონის, ხო? დღეს ახლა ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იმერეთში ფიქრობს ამაზე. ერთი და ორი ხალხი, აი როგორც კი დავიწყეთ ამას ლაპარაკ, უცბად აღმოჩნდა, რომ იქ სამტრედიაში ვიღაცა სერიოზულად მუშაობს, აგერ ჩემი მეგობრები ბაღდადიდან, ქუთაისელები, იქ ვიღაცას ტყიბულში აქვს ამაზე ბევრი ნაფიქრი, ხო? ეს თემები ადამიანებში ტრიელებს, ამ ადამიანებში არც შრომა ეზარება და არც კრეატიულობას დაუწუნებ. მით უმეტეს თუ არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც აი მე ჯორჯიან ტაიმსზე მქონდა გადაცემა ამას წინა და მიხეილ ჭიჭაღუა მასთან ვისაუბრეთ ჩვენ ამ თემატიკაზე და ზუსტად ვეტერინარულ ნაწილში რა დაავადებებს უნდა ებრძოლონ თავშივე, როგორი კვების სქემა უნდა ეწყოს, რომ ის გემო მივიღოთ და მე უცბად გადავდივართ, ნახეთ ეს ყველაზე საშინელება, რაც იმპორტზეა დამოკიდებული. ჩვენ ძირითადად დღეს მოვიხმართ ძალიან იაფ ქათმის ხორცს, რომელიც საშიშია ორგანიზმისთვის. ეს საქართველოში ნაწარმოებია, არ მინდა ახლა ანტირეკლამა გამომივიდეს, მაგრამ ამას ადასტურებს სხვადასხვა ესე ვთქვათ სამედიცინო თუ სხვა ტიპის გამოკვლევები. ეს შემოდის ჩინეთიდან, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც შეიძლება ხვალდაზე არ მოკლას, მაგრამ მთლიანობაში ამის დიდი რაოდენობით და ესე ვთქვათ გრძელვადიან რეჟიმში კვება აუცილებლად მოგიგიყვანს იმ დაავადებებს და ამაზე იყო გარკვეული საერთაშორისო ესე ვთქვათ სანქციების ის, მაგრამ ჩინეთი არ წავიდა იმაზე, იმიტომ რომ ეს მე თუ არ ვიხმარე ეს პრინციპი, მე შემინცირებს წარმოებას ვთქვათ 6%-ით, ეს მე გადამიყვანს მირ. მოკლედ ყველა თავის იმას უფრთხილდება და მე მოტრიალდებიან და შენ ბაზარზე შემოაქვთ, ბოდი შენ გამოთქმაზე ეს ნაგავი თუ საშიში პროდუქცია ჯანმრთელობისთვის, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს აქ უდიდესი პოტენციალი. ახლა იმერეთი ვახსენეთ, ხო? მოდი და იმერეთში დღეს ისეთი დაკნინებული სიტუაცია, ვერც იფიქრებ რომ რაღაცა საკონელის და ცხვარი რო ძვირია, იმიტომ ხალხი იწულებით ქათამზე და იცით ბატონო იმის კოჩა იმის თქმა მინდოდა, რატო უცბად გაძვირდა იმდენად ხორცის ფასი, კიდე გეტყვი. თუ მეცხვარე მაგალითად იორმუღანლოს ხალხის აგარაჯოს, ხო? 100, 150, 200.000 თუ იხდიან იჭარის ფულს, ხო? ამას გინდა არ გინდა უნდა დაუმატოს საძოვრების ფულს. კი, საძოვრის ფული თუ იხდიან 200.000-მდე, 100.000, 150.000, ხო? ისინი გინდა არ გინდა უნდა დაუმატოს ხორცის ფასი. ეგ აუცილებლად უნდა ვახსენო ეს საძოვრების თემა, აი ნახეთ გამოსავალი რა იპოვეს. ეხლა წინა ხელისუფლებამ გააკეთა ესეთი რა, რასაც ბატონი ფაზილი იძახის, ესე იგი საძოვრები არა მეცხვარეებს და ინფერმერებს ჰქონდათ. საძოვრები ჰქონდათ სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებს ან ხელმძღვანელ თანამშრომლებს, ხო? და სააკაშვილის დროს მიიტანეს ამბავი, რომ იცი რა, ეს ვიღაცა პროკურორმა გაიფორმა თუ იქ ვიღაცა პოლიციას აქვს თუ ვიღაცას აქვს ეს საძოვრები, ძირითადად ზაფხულის საძოვრებზეა საუბარი, რა ღირდა საძოვარი 3 ლარი. და იკითხეს მაშინვე და რამდენად აქირავებენო და ნუ აი 15 ლარიდან და ზევით და დაადეს საძოვარს 16 ლარი. ეხლა რა მოხდა? ადაპტირდა ეს სიტუაცია, დარჩა 16 ლარი, ეს ვისაც საძოვარი აქვს, ეს უკვე ბიუჯეტში იხდის 16 ლარს.
ოღონდ ამ ფერმერისთვის, ვიზეც ბატონი ფაზელი ამბობს, ეს ფული გაიზარდა, ადრე თუ 15 ლარად მიაქირავეს, ეხლა 30-იან 35 გაუხადეს და საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის გახდა ძვირი და ვითომ სახელმწიფომ გამოსავალი ნახა 3 ლარიანი გახადა 15 ლარი და ბიუჯეტში მეტი შევიდა. ამის გარდა ბატონო გოჩა, თუ კარგად თქვენ გახსოვთ თქვენი მუშაობის დროსაც, ჩვენი მუშაობის დროსაც როგორ იყო მეცხვარები რო სეზონში ზაფხულში რომ მიდიოდნენ მთაზე, ასე ვთქვათ რა. იყო ისა პოლიცია იცავდა იმას ბოლომდე. ხო, გადასარეკი ტრასები იყო და ეხლა ბირიქით ხდება რა. ხოლმე გზაში აჩერებენ დღეები და ამას პრობლემებს შეექმნიან და ხო, ეს ფაქტიკურად მაშინ ადრე ხო, ეს იყო ბაირამი, ასე ვთქვათ, დიდი ბაირამი იყო ხალხი რო ზაფხულში რო სოფლიდან გვე გადადიან მთაზე, ხო? იყო დიდი ბაირამი, დღეები იყო რა, ასე ვთქვათ და დღეს პირიქით ხდება. ჩემთან მირეკავენ რომ ბატონ ფაზი გზაში ისეთ პრობლემა გაქვს, ისა გააჩერეს, რა ვიცი, გააჩერეს და ეხლა იცის როგორ არის? ეხლა ჩანს რომ ადგილობრივი კადრები, ისე თქვათ, პოლიციელები, ვინც არიან ეხლა ის ბადრაგები და დანარჩენ მეგობრები ჩვენი, ხო? იმას არიციან ეს რა არის მეცხვარის გაცილება, რა არის დახმარება, რა არის საჭირო, რომ დაიხმაროს იჭარით, იაფათ აიღოს ყველაფერი და გვერში დადგეს. ეს არიცის რომ ამის მერე ეს ბრუნდება უკან და გაძვირდება ხორცი, მერე ხალხი უგე ვერ იყიდის ეს ბაზარში ეს ამ ფასში, ხო? და მერე უკვე იწულებით იფიქრობს რომ და წავიდეს აქედან, იმიტომ რომ ყოველ დღე იმას ქათმის ის ხორცი ხო არ დაიჭამოს ადამიანმა, ხო? თან ქართული ხალხი ხო იცით ბურმარლი უყვარს და სუფრა უყვარს და ერთ-ერთიც ის არის რომ ასე ვთქვათ რომ მიდიან მერე ან ევროპაში, ან რუსეთში, ან რა ვიცი და გადიან აქედან ასე ვთქვათ რა. კი ბატონო, აი თქვენ ახლა ახსენეთ რომ არიციან და ვერ უდგანან გვერდში, ფუნქციონალურად ვერ უდგანან თუ თემატურად არიციან, ნახეთ მე გამოკვეთილად მინდა ვთქვა და დღეს იმიტომ შევეხეთ აი თურქეთის მაგალითს, რომ ამ პროცესს ჭირდება ორი მიმართულებით ძალიან სერიოზული მუშაობა. ერთი მიმართულება არის ზოგადად ეკონომიკური ანალიზი ყველა ამ მიმდინარე პროცესის, ეკონომიკური შეფასება ამ პროცესის აუცილებელია ამის გარეშე რეალურად ჩვენ ვერ უნდა გადავდგათ წესით ნაბიჯი, ეკონომიკური ანალიზი, სიტუაციური კონტექსტი, ფაქტორ ანალიზი, აი SWOT ანალიზი რო ვეძახი ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, ჩვენ უნდა ზუსტად ვიცოდეთ რა გვჭირს და როგორ გვჭირს. მეორე ნაწილი არის მართვის მექანიზმების შემო. რას ნიშნავს მართვის მექანიზმები? ეს არის ისევ იმ ეკონომიკური ადმინისტრაციული ბერკეტებით, რომ ჩვენ გვჭირდება სტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგია, ჩვენ გვჭირდება რენტაბელობა. ამ ნაწილში სახელმწიფო როგორ უნდა იქცეოდეს, სახელმწიფო მოხელეებმა და პროფესიონალებმა როგორი მექანიზმი უნდა შესთავაზონ ამ პროცესს. ეს იქნება სტიმულირება, ეს იქნება რეგულაცია, ეს იქნება პირიქით დერეგულაცია, თუ ეს იქნება გარკვეული სახელმწიფოებრივი პროტექციონიზმი, ეს ყველაფერი არის ერთიან ჯაჭვში. თუ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ და სწორ ანალიტიკას ვერ ვდებთ სწორ მართვის მექანიზმებს, ჩვენ ვიღებთ იმ სურათს, რაშიც ვართ. ამას კიდევ ემოტება ის საკითხები, რაც ბატონ ფაზილმა ორჯერ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება რაიონებში იყვნენ ისეთი ხელმძღვანელები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როცა იქ ადამიანები არიან, ფიქრობენ, ფუნქციონალურად ევალება თუ თემატურად გარკვეულები არიან, ისინი ქმნიან გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაკვირვებით მექანიზმებს და უნდა სთავაზობდნენ ცენტრს. უნდა იყოს ეს კავშირი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. სამინისტროსთვის ყველაზე დიდი მოკავშირე უნდა იყოს მუნიციპალიტეტი, მისი ხელმძღვანელები და ის გუნდი, რომელიც აქ ამ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აკვირდება და ფიქრობს როგორ განავითაროს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ სწორი ანალიტიკით და კიდევ ერთხელ სწორი მართვის მექანიზმებით, ეკონომიკური მართვის მექანიზმებით, რომელსაც აქვს, თქვა, ეკონომიკური ბერკეტები, რომელსაც აქვს ინსტიტუციური წესები და ასე შემდეგ. ამის გარეშე აქ წესრიგს ვერასოდეს ვერ დავამყარებთ, დღეს ჩვენ იმიტომ ვახსენეთ ჩვენი მეზობლები, რომ როდესაც მათ ეს ორგანიზაციულად დაალაგეს,
და კარგად აღნიშნა ბატონ ფაზილმაც, რომ ესე იგი შენ რო გაძლევ მესაშვი, რო ვითარდები, კიდევ გაძლევ სტიმულს, კიდევ დამატებით ფულს გამოგიყო, კიდევ გიწყობ ხელს, რომ შენ ექსპორტზე მაქსიმალურად გაიტანო ეს ყველაფერი. ეს არის აი ესეთი ჩაბმა ამ პროცესში და კარგად იყო ხაზგასმული, რომ აუცილებლად სახელმწიფოს კაცრი პასუხისგებლობის ქვეშ. თუ სახელმწიფოს კაცრი პასუხისგებლობა არ არის და ჩვენ შემთხვევაში ესეა რა. ესე რაღაცა მოგეცი, რა ვქნა, რაც გინდა ისქენი, ახლა ჩემი რა ბრალია, მე კაბინეტში ვზივარ და შენ რაღაც ვერ გააკეთე. არა ბატონო გოჩა, ახლა ერთი რეპლიკას კეთყვი. თურქეთში მაგალითად ხო 3, 4, 5 ჯერ ასე ვთქვათ, უფრო ძვირია ელექტროობა, გაზი, ტყევადი გაზი, ასე ვთქვათ და საზღვავი. ოღონდ 3, 4, 5 ჯერ იაფია პროდუქცია ვიდრე ჩვენთან. ეს უბრალოდ მათემატიკაა რა. რატო ისე ხდება? საიდან ხდება ეს ყველაფერი, ხო? მე მგონი ამისთვის არ არის რომ აკადემიკოსი ყავს მე კაცი და ამას მარტივი ეკონომისტი რენტაბელობით დაადგენს სად რა მარჟა. ესე იგი არის დამადებითი დატაცია სახელმწიფოს მხრიდან ან ორგანიზებულია ეს ყველაფერი კარგათაა და კიდევ ამბობ ბაზარია ასე თქვა შექმნილი და ამიტომ ისეთ სიტუაცია კიდევ ამბობ 3, 4, 5 ჯერ ისა უფრო ძვირია იქ ელექტროობა, გაზი და იმას საზღვავი ვიდრე ჩვენთან თან მუშახელი ძვირია იქ. ჩვენთან ძალიან იაფია. ოღონდ როგორ ჩანს იქ ყველაფერი ითვლება და საბოლოო ჯამში პროდუქცია არის იაფი. მანამდე ხო საქართველოს ერთ-ერთი უწლერესი ისა ექსპორტის მიმართულება იყო ხორცის მიმართულება რა, ასე თქვა საქონელი ირანში, ერაყში და არაბეთში და ასე შემდეგ. მე ბოლო დროის რამდენ ჩემ მეგობრებს ველაპარაკე, უკვე უყურებ რომ არა, უკვე უგამიდის ყველაფერი რა. მე მგონი სად უფრო დიდი ექსპორტია, განვითარება, რაღაც არ ვიცი, შეტევა ხდება ან რაღაცა ხდება, გაძვირდება ყველაფერი. მე იმას იგარგება ინტერესი რომ წავიდეს წინ საქმე და მე უკვე მე ვნახე ეს არის ზუსტად ის რომ ჩვენ რაღაცა მომენტში მიტოვებული გვაქვს ეს პროცესი ადამიანებზე და მე მეპარება რომ ვარნიოლის რაიონის გამგებელი ან სხვა რაიონების გამგებელი თვითონ იცის თავისი რაიონში რამდენი საქონელია, რამდენი სხვარია და შეიძლება ძირითადად ფიქრობენ რომ ეგ მაგათი საქმე არ არის. ხო და თქვენ დროს ხო იცით ძალიან დიდი როლი თამაშობდა და თან იცი რაოდენობა თუ შემცირდებოდა ამაზე იყო დიდი იმას თათბირები რაღაცა რატომ იყო ესე თქვა საქსტატის მონაცემები გროვდებოდა და რაიონის ხელმძღვანელი აწერდა ხოლმე ხელს და ამაზე კონტროლი იყო. კი ბატონო ფაზი ძალიან მალე გაირბინა ჩვენმა დრომ, ძალიან საინტერესო იყო, ჩვენ დაუბრუნდებით კიდევ ამ თემატიკას და აი ბოლოსკენ მინდა კიდევ ერთხელ დაგანახოთ ის რომ ყველაფერი არის რეალურად ჩვენს ხელში, იმ ადამიანების ხელში, ვისაც აწუხებს, ვისაც უნდა ამ პროცესის განვითარება, ჩვენ ერთმანეთს ვერ დავაცილებთ. სოფლის მეურნეობა პირდაპირ მიბმულია სოფელთან, თემთან, მუნიციპალიტეტთან, რეგიონებთან და ის რო თქვა ამ შემთხვევაში მე და ბატონი ფაზილი აქტიურად მუშაობთ ერთის ხრის სოფლის მეურნეობის რა თქმა უნდა გვაინტერესებს და ჩავდივართ სიღრმეში, მაგრამ აუცილებლად მუნიციპალური თემატიკის გაძლიერება, აუცილებლად უნდა მუნიციპალიტეტი გახდეს ეკონომიკური აქტორი და აქტიური ესე ვთქვათ მოთამაშე ამ პროცესში და ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ცენტრისკენ იქნა შექმნილი ეგრეთ წოდებული ქვემოდან ზემოთ პრინციპი, ამას მე ყველა გადაცემაში ყოველთვის შევახსენებ, რომ ცენტრისკენული მოძრაობა აუცილებელია, რომ ადგილზე შევქნათ შესაბამისი კვლევით პროდუქტი და ეს არის ერთ ვთქვათ ძირითადი ხაზი ამ გადაცემისას და ზოგადად მიმართულებისაც რაც დრო გავა იმედი მაქვს რომ მეც გაიგებს მოსახლეობა, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და ეს პლატფორმა უნდა გაძლიერდეს. დიდი მადლობა. რამე ხო არ გინდოდათ ბოლოს? კი, მე მინდა ჩვენ თავრობას მიკმართო, რომ თუ ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო ვაშენოთ და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს და როგორც ჩემი სამშობლოს პატრიოტი, უნდა უთხრა თავრობას, რომ მონოთავრობა ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრობს ძალიან ბევრი ეროვნება. თუ კარგი იქნებოდა თავრობაში თუ იქნებოდა აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი ჩვენ მეგობრები, რუსი, რა ვიცი, აფხაზი, ყველანი, ხო?
მაშინ უფრო ძლიერი ვიქნობოდით, თან ურთიერთობა იქნებოდა სხვანაირი. კიდევ ამბობ, ერთი აზერბაიჯანი თურქი კაცი წასვლა თურქეთში ეს ჩვენ სამშობლოსთვის საქართველოსთვის იქნებოდა ძალიან დიდი მოგება, ასე თქვათ და ეკონომიკურად და პოლიტიკურად და ყველა კუთხით. დღეს როგორ არის, იცით ბატონო გოჩა, თუ ვინმე სოფლებში იწყებს ლაპარაკი ჩვენნაირი ხალხი რო პროექტებზე იმაზე, ამბობენ შენ მენშევიკი ხარ რა, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს რა. უცბად იწყებენ პოლიტიკური საკითხი. ჩვენ სოფლებში 90 ასე თქვა 10%-ზე მეტი არის ასე აპოლიტიკური ხალხი. არც ოპოზიციის წევრები არიან, არც ოცნების წევრები არიან. საქმეს უნდა ვინმე თუ იწყებს ხმამაღლა ლაპარაკი რო პრობლემებზე უცბად ამბობენ შენ თან ისი ვინ ამბობს კუშინ რო იყო ნაციონალების წევრი ხო დღეს რო არის ოცნების წევრი ისინი ამას აბრალებენ რომ შენ მენშევიკი ხარო რა რატო ბევრი ლაპარაკობო და მე იწყებენ იმას ზეწოლად ცელე პოლიციით მხრიდან და ასე მე მინდა კიდევ ამბო ტოლერანტული საქართველო იმიტომ რომ მაკალით უნდა მიცეს ჩვენი ხელისუფლება აქ მცხოვრებ ეროვნებებს ყველას რომ ჩვენ ვართ თანაბარი მეგობრები ძმები და ისიც კიდევ ამბო როგორ თურქეთი ისე რუსეთი აზერბაიჯანი უყურებენ აქეთ საქართველოს იციან რომ ჩვენთან არის დემოკრატიული რესპუბლიკა მე მგონი ას უფრო მომგებიანი იქნება როგორ დავით აღმაშენებლის დრო იყო დავით აღმაშენებს ნათესავები იყვნენ აზერბაიჯანი ღირსშესანიშნავები ისე ყველასთან იყო კარგი ურთიერთობაში შექმნა ძლიერი იმპერია საქართველოს ჩვენ გვჭირდება აი ესეთი საქართველო მინდა მე ძლიერი და განვითარებული საქართველო და ძლიერი სოფელი და თან როგორ თურქეთში ლაზების ქართველები ძალიან კარგად არიან და მაგრად არიან თურქეთში კი ბატონო დიდი მადლობა ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრაზე დიდი მადლობა